25 თებერვალი არის ყველა ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმისი სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას, რაც არ უნდა იყოს რთული პირობები. ვინც დღეს აქ მოვიდა და მოკიბულ-მოკიბულიენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი, მართლაც მეხოტბე და ერთგული. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე, იბრძოდნენ, კი არ დაუთმეს ქვეყანა, კი არ დაწვენ, კი არ დაიჩოქეს. იდგენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გადაიფარებდნენ და იყვნენ მდგრად იმთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. და დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლის, იმ შემართების, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულების, რამაც მოგვიყვანა დღემდე და საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების მერეც ასე იქნება. ასე რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის და 25 თებერვალი სწორედ არის ამ ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების. რუსეთისთვის სანქციების დრო მაშინ, როცა ვთქვით უარი, იმ დროს სანქციები არც იყო დაწესებული, ასე რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, რომ თქვენ მხარეს ვართ. ეს იყო სკანდალი, რომ აქ მოსული შენ თქვა, რომ სანქციებს არ შეუერთდები, როცა არც იცი რა სანქციები და რისთვის სანქციები. ეხლა მე მინდა სხვა რამეზე მოხალისეები იმას ქვია, ვინც თავისით მიდის. მე მინდა თავისით ვინც წავიდა, ის წავიდა და ეს არ იყო ომში ჩართვა. და ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და ეს დღეს აქ რომ ვდგევართ, უნდა ვიცოდეთ. ის ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს, თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ არის ერთი და ერთადერთი და სანამ ამ ქვეყანას ეკნება კიდევ 1 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნის, მანამდე ეს ქვეყანა იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფმა ყოველთვის ექნება შიში იმისი, რომ ომი დაიწყოს და სხვა არასცეთ წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველოს, დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში და არა მხოლოდ გურიაში, აჭარაში, მთელი დასავლეთი საქართველო არის თოვლის ქვეშ, ისე რომ არც ერთი სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ხანშესული ადამიანი, როგორც ცნობილია ჩვენ სოფლებში უფრო ხანშესული ადამიანები არიან, იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, ძალიან ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არა გვყავს სახელმწიფო. მადლობა.